ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ლიდერია. იგი საქართველოს მხარში დაუდგა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კვლავ საქართველოშია. 7 ოქტომბერი, 17 საათი და 30 წუთი, თავისუფლების მოედანი. ეს მასთან შეხვედრის დრო და ადგილია. საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს უკვე მეორედ და რამდენიმე საათით ესტუმრება. თბილისი ნიკოლა სარკოზის კავკასიური ტურნეს ბოლო გაჩერებაა, რომელი მხარის ინიციატივით დაიგეგმა საფრანგეთის პრეზიდენტის საჯარო გამოსვლა საქართველოს საგარეო უწყებამ არ იცის. შეგვიძლია დავუშვათ, ეს არის მხრივი სურვილი და ნამდვილად მე მივესალმები პირადად აი ამ კონკრეტული ორგანიზების ინიციატორებს. იმაში არის ძალზე კარგი ფორმატია, შესაძლებლობა და საშუალებაა, რომ პირველ რიგში ორი ქვეყნის ლიდერებმა მიმართონ საზოგადოებას, მოქალაქეებს. ვის და როგორ მიმართონ პრეზიდენტები ამას თავად წყვეტენ, ამბობს უმრავლესობის წევრი ნუგზარ ციკლაური. საფრანგეთის პრეზიდენტის ნაცვლად ვერავინ მიიღებ და ასეთ გადაწყვეტილებას. ეს არის ჯერ სარკოზის გადაწყვეტილება და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ელიტების, არამედ მთლიანი ქართული საზოგადოების მიმართ. თავისუფლების მოედანს მაღალი რანგის სტუმრის დასახვედრად ამზადებენ. დაწყებულია სცენის მონტაჟი. ამ ადგილიდან საქართველოს მოსახლეობას ბოლოს ჯორჯ ბუშმა მიმართა. 2005 წლის მიმართვას ამერიკის პრეზიდენტისთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამბობს რამაზ საყვარელიძე. მისი აზრით ანალოგიურ მდგომარეობაშია სარკოზიც, რადგან საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. ეს რა თქმა უნდა არის იმის ხაზგასმა, რომ ერთის მხრივ სარკოზი სოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსია, ტურნეს ადასტურებს ამას, რომ კონფლიქტურ რეგიონებში მოძრაობს, ის უდავოდ ევროპის სახელით მოქმედებს ამ შემთხვევაში და ელაპარაკებს და არა მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტი იქნება ამ შემთხვევაში. მოსახლეობასთან შეხვედრაზე აქცენტის გაკეთება ნიშნავს, რომ პრეზიდენტს რაღაც მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი. ასე ფიქრობს გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის ექსპერტი თენგიზ ფხალაძე. ძნელია ხო მართლაც ფრაში რა იქნება ეს მაინც და მაინც ეს იქნება ევროკავშირი, ეს იქნება ნატო, ეს იქნება ოკუპირებული ტერიტორიები, 12 აგვისტოს ხელშეკრულება თუ კიდე რაღაც სხვა, მაგრამ ფაქტია რომ როდესაც პრეზიდენტი არჩევს მიმართვის ამ ფორმას თავისი ვიზიტისას, ამას ტყუილად არ არჩევს და შესაბამისად რაღაცა აქვს სათქმელი. ექსპერტების ვარაუდით, ნიკოლა სარკოზის საჯარო გამოსვლა უფრო საფრანგეთის მოსახლეობაზეა გათვლილი. კონფლიქტურ რეგიონებში სტუმრობაც მისი როგორც პრობლემების მომგვარებლის იმიჯში ჯდება.